და მარიაჟობს და ახლა ეთერშიც მოყვა. კი ბატონო, რამდენიმე სიახლეს კიდევ გავეცნოთ. მისტერ ვალენტინი და მის მკერდით დავიწყებ მე და შენ გაანაგზა შემდეგ მისტერ ვალენტინით. სილამაზის კონკურსის მის მკერდი 2017 შესარჩევი ეტაპი დაიწყო. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელ კრიტერიუმს განსაზღვრული ფორმისა და ზომის მკერდი წარმოადგენს. 18-დან 37 წლამდე მანდილოსნებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ საკუთარი განაცხადი Facebook გვერდზე მის მკერდი 2017 განათავსონ. კონკურსის ნახევარფინალი აპრილში, ფინალი კი მაისში გაიმართება. ტარდება კონკურსი, ყავს ახალი კონკურსანტები, კიდე მოდიან, შემოგვიერთებიან კონკურსანტები და წელს ჩატარდება ეს კონკურსი, ჩატარდება ნახევარფინალი, ფინალური შოუ, ასევე სოციალური დატვირთვა ექნება კონკურს ანორექსიასთან ბრძოლა, ქალის როლის გაზრდა საზოგადოებაში. ლამეს თავიდან სხვა სახით უყურებდნენ რაღაც მის მკერდი და ზოგმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, მაგრამ ნამდვილად ესე არ ხდება. ეს არის იმიტომ, რომ ქართველმა ქალბატონებმა და მამაკაცებმაც დააფასონ ისეთი გოგონები, რომელსაც აქვს ჯანსაღი მკერდი, ანუ სილიკონის გარეშე. იმედი გვაქვს, რომ წელს სკანდალები აღარ იქნება და რა ვიცი, იმედი გვაქვს, რომ უფრო უკეთესად ჩავატარებთ. ყოველ შემთხვევაში ამისათვის ვფიქრობ, რომ ყველანაირ წინაპირობა არსებობს. 13 თებერვალს მისტერ ვალენტინი 2017-ის ფინალური ღონისძიება